სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ჩვენს ადამიანურ დიდ გზაზე ჩვენ ხო მოვედით ამ სამყაროში არა სტატიკური მდგომარეობისთვის და მე გაქრობისთვის, არამედ მოვედით იმისთვის, რომ ჩვენ როგორც მოაზროვნეებმა და თვითუფლებრივმა, ანუ თავისუფალმა ქმნილებებმა გავიაროთ გზა ძალიან დიდია. ამ გზას დასასრული არ აქვს. ყოველ შემთხვევაში სანამ ქრისტეს საზომს არ მივახცევთ და ქრისტეს საზომი ეს არის ძეღმერთის საზომი, ანუ სამყაროს შემოქმედის საზომი და შესაბამისად ჩვენ ეს გზა უნდა დავიწყოთ და დაწყებული გვაქვს იმედია და მას თვალს ვერ მიუწვდეთ. ჩვენ ღვთისშვილები და მადლით ღმერთნი უნდა გავხდეთ და ყოველას წმინდა სამების წიაღში ქრისტესთან ერთად, როგორც ქრისტეს თანამემკვიდრენი, ზეციური მამის მარჯვნივ ყოფნის ღირსი უნდა გავხდეთ. ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ჩვენ რო ეს გზა გავიაროთ, ამ გზის გავლაში ჩვენ ხელს გვიშლის, რა თქმა უნდა, ჩვენი ღმერთს დაცემული ბუნება თავისი უკეთური ნებით, უკეთური იმიტომ რომ ღვთისნებას ეწინააღმდეგება, ჩვენი ნება ყოველთვის ეწინააღმდეგება ღვთისნებას, თუ ძალით, ჩვენი პიროვნული არჩევანით არ დაუმორჩილებთ მას ღმერთის ნებას, ის ყოველთვის წინააღმდეგობაშია და ყოველთვის მეგობრობს დაცემული ანგელოზის ნებასთან, ეს დაზიანებული ბუნების ერთ-ერთი სიმპტომია, ეს ამით ავათვართ ჩვენ, ეს ასეთი ვიბადებით. და ეს ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს, ჩვენი ბუნება როგორ გვებძვის და რა თქმა უნდა თავად ეშმაკი გვებძვის. ამ სამყაროში უღმერთო ადამიანები სიკეთესაც სხვაგან ხედავენ და ბოროტებასაც. მაგრამ ერთადერთი სიკეთე არსებობს, ეს არის ღმერთი. და ერთადერთი ბოროტება არსებობს, ეს არის ეშმაკი. ყველაფერი დანარჩენი იმდენად არის კეთილი, რამდენადაც მასში ღმერთია. და იმდენად არის ბოროტი, რამდენადაც მასში დემონური ნება დომინირებს. ამიტომ ერთადერთი ბოროტება ეს არის ეშმაკი. სხვა ბოროტება უბრალოდ არ არსებობს. და რა არის ეშმაკი? ეს არის ანგელოზი, თავისთავად კარგი ქმნილება, იმდენად უკეთური ნებით, რომ არანაირი შესაძლებლობა ოდნავ მაინც, რომ ღვთის ნებისკენ წამოვიდეს, მასში სამწუხაროდ აღარ არსებობს. და ეხლა ამის გარდა ეშმაკი არის ძალიან ძლიერი. ანგელოზია. ამავე დროს ეშმაკი არის ძალიან გამოცდილი. ჩვენი ცხოვრება ვიცით. რამდენიმე ათეული წელი უკეთეს შემთხვევაში და თაობები და თაობები, ადამიანთა თაობები და თაობები დაუმარცხებია თითოეულ ეშმაკს, სატანას და მის მიმდევრებს. ანუ უზარმაზარი გამოცდილება აქვს. გარდა ბუნებითი ძლიერებისა, რომ ანგელოზია უზარმაზარი გამოცდილება აქვს ადამიანთან ომისა და ამ ომში ძალიან ხშირი გამარჯვების. გესმით? აი ეს არის. ანტონი დიც რო ქონდა ხილვა, გახსოვთ ალბათ, მთელი დედამიწა იხილა ხაფანგებით დაქსელილი და ფეხს ვერ დაადგავდი, რომ არ დაეჭირე და ამას ვინ გადაურჩებაო, კითხვა დასვა ღვთის წინაშე და პასუხად მდაბალი, ანუ თავდაბალი. სხვა გზა უბრალოდ არ არის. თავდაბლობაც ეს არ არის ფსიქოსომატური მდგომარეობა, როგორც ხშირად გვითხავს, ეს არის ქრისტე ჩვენში. იმიტომ რომ იგია თავდაბალი და მშვიდი ვარ და მდაბალ გულითა. შესაბამისად, ღმერთის მიერ ჩვენ გადავრჩებით. ამიტომ ღმერთის გარეშე ჩვენ ამ იმ ბოროტებას, წინა ისტორიულ ბოროტებას ვერაფერს უზავთ და გარანტირებულად დამარცხებულები ვართ. ამიტომ ჩვენი მიზანი არის რა ქრისტესკენ სწრაფვასთან ერთად და მის ერთგულებასთან ერთად ჩვენ ვამარცხებთ ბოროტს. ხოლო ქრისტეს გარეშე არანაირი შესაძლებლობა ჩვენ რომ დავამარცხოთ იგი და ისი მეგობარი ვნებები ჩვენში არანაირი შესაძლებლობა ჩვენ ამისი არ აქვს. მაგრამ ზოგადად ეს ურთიერთობა ღმერთთან და ბრძოლა ეშმაკთან და ღვთის დახმარებით ბრძოლა ეშმაკთან. ეს არის ჩვენი ცხოვრებისეული გზის გარკვეული ამ გზას გავდივართ. ეს არის ჩვენი გზა. ეს გზა რთულია, იმიტომ რომ ამ ბრძოლაში ჩვენ პასიურები არ ვართ.
ჩვენ არა ვართ ნივთები არა ვართ, რომელსაც არაფერი ეკითხება, მოეკითხება. არც ცხოველები არა ვართ, რომელიც ბუნებითი ინსტინქტებით მოქმედებს. ჩვენ თავისუფლები ვართ და მოაზროვნეები და შესაბამისად ჩვენგან მოითხოვება გააზრებული და თავისუფლებაში გადადგმული ნაბიჯები და ნაბიჯები კი არა, ყოველი ნაბიჯი ჩვენი ცხოვრების ამ გზაზე, რასაც გავდივართ, ყოველი ნაბიჯი უნდა იყოს გააზრებული და თავისუფლებით გადადგმული. ნახეთ, რამხელა პასუხისმგებლობის წინაშე ვდგავართ. და ბუნებრივია, რომ მთელი ქრისტიანული ცხოვრება და ის სწავლება, პრაქტიკული ცხოვრებისკენ მოწოდება, ეს ყველაფერი წმინდა წერილში და წმინდა მამებთან არის გადმოცემული, უზარმაზარი გამოცდილებაა დაგროვილი და ჩვენ ამას ვეცნობით. ნახეთ, რამდენი ხანია, ხო? რამდენი წლებია ვეცნობით. ჩვენ ხო ვერ ამოვწურეთ. ხო ვერ ვიტყვით იმას, რომ ეს ხო ვიცი, რა ვიცი? აი მამაო ჩვენ რო განმარტოთ მაგალითად და ერთ სიტყვაში ვიტრიალოთ, აი მამაოს ვინმე შეუძლია თქვა, აი ხო ვიცი, რა ვიცი? ღმერთს მივმართავ მამას. აი როგორც არ უნდა განმარტო. 1000 წელი რო ხვდებოდეთ და 1000 წელი განმარტოთ, ეს რას ნიშნავს? როგორ შეიძლება ჩვენ თქვათ, რომ არა ეგ ვიცი, რა ვიცით? რა ვიცი მე რას ნიშნავს იყო ღმერთის შვილი? რას ნიშნავს მამაშვილური ურთიერთობა ღმერთთან, გესმით? ამიტომ ჩვენ მისი ამოწურვა, აი საიდუმლოების, რომელსაც ადამიანის ღმერთთან ურთიერთობა ქვია, არის აბსოლუტურად შეუძლებელი. მაგრამ მეორეს მხრივ, მუდმივად უნდა ძიების მდგომარეობაში ვიყოთ, იმიტომ რომ თუ ასე არ ვიქნებით, ადვილად დავმარცხდებით. აი გახსოვთ დღევანდელი, ძალიან ცნობილი იგავია, სიცრუის მნე, ლუკას სახარებლის მე-16 თავი, ამაზე ბევრი გვისაუბრია, მე უბრალოდ აქ რამდენიმე რამეზე მინდა აქცენტი გავაკეთო, რომ უფალმა ეს სიცრუის მნე აქო, იმიტომ რომ გონიერად მოიქცაო, გამოსავალი მოძებნა. უნდა გაეგდო სამსახურიდან და რო არ დარჩენილიყო მშიერი, ამიტომ ისეთი ხერხს მიმართა, გონივრულ ხერხს, რომ მე ის ხალხი შეინახავდა, ვისაც თავისი ბატონის ხარჯზე უკეთებდა სიკეთეს. ჩვენ როცა სიკეთეს ვაკეთებთ, ჩვენი უფლის ხარჯზე ვაკეთებ სიკეთეს. ჩვენ არაფერი საკუთარი არ აქვს. ვინმეს თუ გონია, რომ მატერიალური სიმდიდრე აქვს, ან ფიზიკური ძალმოსილება აქვს, ან ინტელექტუალური უნარები აქვს და ამ თავის უნარებით სხვას ეხმარება, ეს ამ ადამიანს ყოფიერებაზე წარმოდგენა არ აქვს, იმიტომ რომ მატერიალურის, ინტელექტუალურის და ფიზიკურის და ყველაფერი ღმერთის მიერ მოცემულია. ყველაფერი მის მიერ მოცემულია და ჩვენ მისას ვიყენებთ და მისით ვეხმარებით სხვას. ეს ზოგადად რო ვიცოდეთ, აი ეს რისკენ არის მიმართული ეს იგავი და აქო და აი ამ შექებაში რა ჩანს ეს მნე კი არ დაიბნა და სასწორკვეთილებაში კი არ ჩავარდა, არამედ პერსპექტივაში გატყორცნილი აზროვნება ქონდა, შეიძლება ასე ითქვას. ანუ ეს თავის ცხვირწი კი არ იყურება, ის სტრატეგიულად აზროვნებს, მოდი ესე ვთქვათ. ეს ჩვენთვის სამაგალითოა. ქრისტიანები სტრატეგიულად უნდა ვაზროვნებდეთ. ჩვენ პერსპექტივისკენ უნდა ვიყურებოდეთ. გესმით? ერთის მხრივ დღევანდელი დღეზე ვზრუნავთ და არა ხვალინდელზე, მაგრამ აქ სხვა რამე იგულისხმება, აქ იგულისხმება ის, რომ მე ხვალინდელი დღის არ მეშინოდეს, ღმერთის იმედი უნდა მქონდეს. მაგრამ ჩემი ცნობიერება, ჩემი საზრისები, ჩემი მისწრაფებები, ჩემი იმედი, ყველაფერი აქვს, ჩემი ყოფიერება სტრატეგიულად თუ და სწორად ვაზროვნებდე და მარადისობაში უნდა იყოს გადაჭიმული. ანუ პერსპექტიული ხედვა, ეს არის ქრისტიანის ერთ-ერთი თვისება. ხო და ჩვენ კიდე გვავიწყდება, ჩვენ საკუთარი გარდაცვალებაც კი არ გვახსოვს ხოლმე სამწუხაროდ. შემდეგ უფალი ესეთ რამეს ამბობს, რამე თუ ძენი ამის სოფლისანი უგონიერეს არიან უფროს ძეთა ნათლისათა, ნათესავთა შორის მათსა. ესე იგი, უფალი ამიგავის მერე ამბობს, რომ ეხლა ეს კაცი ხო უზნეო კაცია, იგავში ესეა გამოყვანილი. მაგრამ ნახეთ როგორი გამოსავალი მოძებნა და თავის ნათესავთა შორის, თავისნაირებს შორის, ესე იგი უღმერთო ადამიანებს შორის ძალიან მაგარი რაღაცა მოიფიქრა და გონიერია და ჩვენ გვამხელს უფალი, თქვენ ხო მორწმუნეები ხართ გეუბნება. აი ეს ადამიანი თავისიანებს შორის უფრო გონიერია, ვიდრე შენიანებს შორის. ეს რას ნიშნავს? ის როგორც ესმის ცხოვრება, როგორც ესმის, იმას მეტი არ ესმის. ნახეთ რა გონიერია, როგორი პერსპექტივაში როგორი იყურება, როგორი სტრატეგიული აზროვნება აქვს და შენზე ჭკვიანია, იმიტომ რომ შენ ზუსტად იგივე უნდა გქონდეს, ოღონდ სულიერ სფეროში. გესმით რა შეასაკ? ადამიანი ცხოვრებაში
დაისახავს მიზანს და ყველაფერს აკეთებს. ბიზნესმენი იქნება, თუ სპორტსმენი იქნება, თუ პოლიტიკოსი იქნება, თუ ხელოვანი იქნება, თუ მეცნიერი იქნება, რა ვიცი, დაისახავს და მთელი ასკეტურად ცხოვრობს. ყველაფერს შეალებს, დროს, ჯანმრთელობას, რა ვიცი, რამდენიმე ზოგს, ესე იგი, ზოგი არ თხოვდება, ზოგს ცოლი არ მოყავს, რომ იმ მიზანს მიაღწიოს და საფლავით ყველაფერი მთავრდება. მაგრამ როგორ ღვაწლში არიან და ამ დროს ჩვენ რა დიდებული პერსპექტივა გველოდება და ამას არ ვაკეთებთ. ამიტომ გვეუბნება უგონიერეს არიან, ისინი ჩვენზე ჭკვიანები არიან, ამის თქმა უნდა. შემდეგ ესეთ რამეს ამბობს, რომ მე გეტყვით თქვენ, ისხენით, ანუ შეიძინეთ თავისა თქვენისა მეგობარნი, მამონისა მისგან სიცრუისა. ნახეთ, როგორც იმან შეიძინა მეგობრები თავისი ბატონის ხარჯზე, თქვენ შეიძინეთ მეგობრები. იმიტომ რომ რა მეგობრები რაზეა საუბარი? ქრისტეს სახელით სიკეთის კეთება. იმიტომ რომ შენ როცა ქრისტეს სახელით სიკეთეს აკეთებ, ის ადამიანები, აქ ხო ეკლესიაზეა საუბარი, ეკლესიის აღშენებლობაზე. ის ადამიანები, რომლებსაც შენ სიკეთე გაუკეთე ქრისტეს სახელით, ხდებიან მოტივირებულნი, რომ სიკეთეზე სიკეთით გადაგიხადონ და შენზეც მლოცველები იქნებიან მარადისობაში. გესმით, ამაშია საქმე. ანუ მარტო არ ახარ. შენ ძვირფასი ხარ ამ ადამიანებისათვის. და ეს ადამიანები ქმნიან ეკლესიის სხეულს, ანუ ქრისტეს მისტიკურ სხეულს. შენ ამ სხეულის უჯრედი ხარ და შეიძლება ვერ ახარ ისეთი ხარისხიანი, როგორც ისინი არიან, მაგრამ შენ მათთვის ზვირფასი გახდი და ისინი შენ ხელს არ გიშვებენ და გახსოვთ წმინდა წერილი რას გვასწავლის, რომ როგორი დიდიზე იაკობ მოციქული, როგორი დიდი ძალა აქვს მართალი ადამიანის ლოცვას ეკლესიაში. გესმით რა შეასაქმე. ამიტომ ესეც გავითვალისწინოთ, ესე განაგო უფალმა. აი აქაც ჩანს, აი ამ ჩვენი ცხოვრების წესი როგორი უნდა იყოს, რომ ქრისტეს სახელით სიკეთეს ვიქმოდეთ. რისი საშუალებაც აქვს, რისი ნიჭიც აქვს ადამიანს. რა უნარების მისცა მას ღმერთმა და ამის გამო კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენს გარშემო ხდებიან მოტივირებული ადამიანების ჯარი, რომელსაც აქვს სურვილი, რომ შენ სიკეთეზე სიკეთით გადაგიხადონ და მარადისობაში არ გაგიშვებენ ხელს და ამით შენ ცხონებას დიდი პერსპექტივა აქვს. შემდეგ გრძელდება და რაჟამს მოაკლდეთ თქვენ ამიერ შეგიწყნარენ თქვენ საუკუნეთა მათ საყოფელთან. აქედან უკვე ჩანს, რომ ეს იგავი ეხება მარადილ სიცოცხლეს, მოაკლდეთ, ანუ როცა გარდაიცვლები მარადილ სამყოფელში შეგიწყნარებენ, ანუ მარადილზე ორიენტირებულნი უნდა ვიყოთ, სულ მუდამ, ანუ ღმერთზე ორიენტირებული. და მე ესეთ რამეს ამბობს უფალი. სარწმუნო იგი მცირესა ზედა, მრავალსა ზედა სარწმუნო არს და რომელი მცირესა ზედა ცრუარს. მცირესა ზედა ცრუარს. იგი მრავალსა ზედა ცრუარს. აი ხშირად არის ხოლმე, რომ ადამიანი თulis რომ პატარა რაღაცა, პატარა კომპრომისებზე მივდივარ სინდისთან. პატარა კომპრომისებზე და უფალი გვეუბნება არა, თუ პატარაზე მიდიხარ სინდისთან კომპრომისზე, დიდში წახვალ და თუ მცირეში სანდო არ ახარ, დიდსაზე და ვინ დაგადგინო შენ. ეს არის მოწოდება სინდისის მიერ ცხოვრებაზე. სუფთა სინდისი უნდა კონდეს ადამიანს. რა შემთხვევაში აქვს ადამიანს სუფთა სინდისი? როცა სინდისი გასწორებულია, ორიენტირებულია, როგორც ინსტრუმენტი კამერტონზე რო სწორდება. შენი სინდისი როგორც ინსტრუმენტი, რომელიც მიგანიშნებს შენ როგორ ცხოვრობ, გასწორებულია ღვთისცნებებზე, ღვთისნებაზე. თუ სინდისი ღვთისნებაზე გასწორებული არ არის, სინდისი არასწორად მუშაობს. ესე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს. და აი დღეს ასევე აღმოვიკითხეთ პავლე მოციქულის თესალონიკელთა მიმართ მეორე ეპისტოლე. და აი პავლე მოციქული გვაფხიზლებს თავისი ცეცხლოვანი სიტყვებით, როგორც ყოველთვის. და განკითხულ იქნას ყველა, ვინც არ იწამა ჭეშმარიტება. ვინც არ ირწმუნა ჭეშმარიტება, ნუ ვინც ჭეშმარიტება ქრისტეა, ვინც ქრისტე არ ირწმუნა, ყველა განიკითხება ღვთის სამსჯავროზე. თითქოს ჩვენ არ გვეხება ეს, მაგრამ სინამდვილეში გვეხება. არ დაგვავიწყდეს, რომ რწმენა ქრისტიანული გაგებით არის ნდობა ღმერთისად. და რომ ენდო მას უნდა იცნობდე, რომ ენდო მისი ნება უნდა იცოდე, მის დამი ერთგული უნდა იყო. ანუ თვითონ რწმენა არ არის ღმერთისადმი დაჯერებულობა. ამიტომ ეს სიტყვები ძალიან ღრმა დატვირთვის არის და არასოდეს არ არის ზედმეტი, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ წამს მე თუ არა ქრისტე. წამს თუ არა ქრისტე, რომელიც გულისხმობს
მისდამი ნდობას, რომელიც გულისხმობს მისდამი ერთგულებას, რომელიც გულისხმობს მისდამი სიყვარულს. გესმით? და ეს ყოველდღიურობაში, ყოველწამიერებაში. და თუ არ ირწმუნე, განიკითხება ყველა, ვინც არ ირწმუნა ჭეშმარიტება. და როცა ადამიანი არ ირწმუნებს ჭეშმარიტებას, როცა ქრისტე მის გულში არ მკვიდრდება, მაშინ რა არის ესეთი ადამიანი, როგორი ესეთი ადამიანი? ასეთი ადამიანი და აგრძელებს პავლე მოციქული. განკითხული იქნება, ვინც არ ირწმუნა ჭეშმარიტება, არამედ უსამართლობა და შეიძლება ეთქვა პავლე მოციქულს, რომ უსამართლობა მიიღო გულში, უსამართლობა შეიწყნარა გულში. ასე არ ამბობს. ნახეთ რას ამბობს. უსამართლობა შეიტკბო. ეს ხო გვესმით რასაც ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ შენ გიყვარს ცოდვა. ის რაც შენსა და ქრისტეშუა დგება, ის შენ გიყვარს. და ის რომ გიყვარს, იმიტომ არ გიყვარს ქრისტე. სიყვარული ამას სოფლისა მტრობა ღვთისა, ხო გახსოვთ წმინდა წერილი სიტყვები? შეიტკბო, ტკბილი შენთვის იესო კი არ არის, არამედ ამას სოფლის რაღაც ისეთი რამ, რაც საფრთხედ გექცა, რაც შენსა და ქრისტეშუა ჩადგა. ანუ უსამართლობა. რატომ უსამართლობა? იმიტომ რომ ღვთისნების საწინააღმდეგო რაღაცა გიყვარს. შენ გიყვარს ისეთი რამე, რაც ღვთისათვის საზულველია. და ამიტომ ჩვენ მუდამ უნდა ვაკვირდებოდეთ გულს, ჩემ გულს რა სიამოვნებს? ჩემ გულს რა უხარია? გახსოვთ ლოცვაზე გითხარით, როცა ლოცვაზე დგებით, გულის სიტყვების ბრძოლა ხო ეგრევე იწყება. ვისაც ლოცვის გამოცდილება პატარა მაინც აქვს, ის ხდება რასაც ვეუბნებით. ვინც ლოცვას კითხულობს რაღაცა ტექსტს და ბოდიში და მიერეკება სიტყვებს და თავი და ბოლო არის ის თითოეულ სიტყვაში რა წერია, ის ვერ გაიგებს რას ვლაპარაკობთ, მაგრამ როდესაც ადამიანი იწყებს თითოეული სიტყვის გათავისებას და ბრძოლას თითოეული სიტყვებისათვის, ის ხდება და იესოს ლოცვას, გონების მიერ ლოცვას ასეთმა ადამიანმა იცის, რას ნიშნავს ლოცვის დროს, რომ ბოროტი გულის სიტყვები რომ წამოიშლებიან ხოლმე და ხელს გიშლიან ლოცვაში და დააკვირდით, რა ტიპის გულის სიტყვები მოდის ლოცვის დროს. და აღმოაჩენ, რომ რა ტიპის ბნება გტანჯავს, რა ტიპის ცოდვა გტანჯავს. თუ ვერ გაიგებ, შენ მოძღვართან შეგიძლია ეს გაარჩიო. გესმით, ახსარებაში ჩვენ ახსარების დროს რა მოგვაქვს ჩვენ ახსარებაში? სულიერი ცხოვრების მომაკვდინებელი ფორმალიზმი. უნდა გავთავისუფლდეთ ამისგან. ხოლო ჩვენ გამუდმებით მადლს უნდა ვწირავდეთ ღმერთს თქვენი გულისთვის, ანუ პავლე მოციქული მადლობას ეუბნება ღმერთს ჩვენი გულისთვის, უფლის მიერ საყვარელო ძმანო, რადგან ღმერთმა სულის განწმენდითა და ჭეშმარიტების რწმენით დასაბამიდანვე ამოგირჩიათ სახსნელად. ანუ პავლე მოციქული თავისი მოღვაწეობის ნაყოფად ხო ხედავს თავის სულიერ შვილებს და აგრეთვე ჩვენს ხედავთ, ჩვენს ხო მისი შვილები ვართ, სულიერი შვილები, იმიტომ რომ ვსწავლობთ მისგან. პავლე მოციქული მადლს ეუბნება ღმერთს, ოღონ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი სული განწმენდის გზაზეა და გვწამს ჭეშმარიტება და თუ ეს ასია, მაშინ გვახსენებს პავლე მოციქული, რომ ჩვენ დასაბამიდანვე ამორჩეული ვართ გადასარჩენად, სახსნელად. დასაბამიდა რას ნიშნავს? სამყარო რო იქმნება. აი სამყაროს შექმნამდე, სამყაროს შექმნისთანავე ღმერთის ხსოვნაში ვარ. გადასარჩენად შექმნილები ვართ. ანუ ჩვენ შექმნილები ვართ, იმიტომ რომ გადავრჩეთ. ანუ ერთს არის ღმერთის გეგმა, ეს არის ნება ღმერთისა, რომ ჩვენ გადავრჩეთ. ისეთ სიხარულში შევიდეთ, რომლის წარმოდგენაც კი არა გვაქვს. და პავლე მოციქული მადლობს ღმერთს, მაგრამ ამისათვის კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ უნდა სულის განწმენდის გზაზე, როგორ უნდა განიწმინდოს სული? ღვთისნების აღსრულებით, ჭეშმარიტების რწმენით, ანუ ქრისტესადმი რწმენითა და ერთგულებით უნდა იცხოვრო. სწორედ ამისთვის გიხმოთ ჩვენი სახარებით, რათა მიაღწიოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდებას. სახარებით გვიხმო. რწმენა ხო ორნაირად მოდის, ერთი გარედან მოდის სახარებით და მეორე მოდის შინაგანად მისტიკურად, საიდუმლოებრივად. ორივე აუცილებელია. პავლე მოციქული ამ შემთხვევაში გეუბნება, რომ თქვენ გიქადაგეთ სახარება და თქვენ ეს გაიგეთ და მოხვედით რწმენაში. და რატომ მოხვედით რწმენაში? და ეგ დინამიკა, რაც თავიდან გითხარით, ნახეთ როგორ ჩანს, რას უნდა მიაღწიოთ? ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდებას. გესმით? სად უნდა ავიდეთ?
სად უნდა ავიდეთ? რომ მე უფალი იტყვის, რომ როგორც მე დავჯექი მამის მარჯვნივ, შენც უნდა დაждე ჩემს მარჯვნივ ყოვლადწმინდა სამების წიაღში. მის დიდებას უნდა თანამემკვიდრე უნდა გახდე, მის დიდებას უნდა მიაღწიო. აი რა როგორი გზა გვაქვს გასავლელი. მაშ მტკიცეთ იდექი ძმანო, ამას უნდა მტკიცეთ დგომა, რატომ მტკიცეთ? საკმარისია მოდუნდე. ოდნავ მოდუნდე. იმ წამსვე მიყავხარ. იმ წამსვე მიყარხავ დინებას. დინება, რომელსაც ჩვენ მივყავართ. ამ დინების ერთგვარი ვიზუალიზაცია, ეს არის დრო. აი როცა მოდიან ხოლმე ადამიანები და მეუბნებიან, რომ მამო, ისა რამდენი ხანდი რაღაც სულიერად ვეღარ ვიცხოვრე და აი კვირეები, თვეები ან რაღაცა არ მოვსულ ვარ ტაძარში, არ ვზიარებულ ვარ. ერთ ადგილზე ვარ გაჩერებული. მეუბნები როგორ ახარ ერთ ადგილზე გაჩერებული, როდესაც რამდენი ხანი შენ აქ არიყავი, იმდენი დღე, იმდენი თვე, იმდენი წელი, იმდენი წამი წავიდა. წავიდა და ეს ყველაფერი შენ გაკლდება. გაკლდება. ანუ შესაძლებლობა, ნახეთ როგორ არის, ჩვენ გვაქვს გარკვეული დრო მოცემული. ამ დროში ჩვენ იმ მდგომარეობამდე უნდა მივიდეთ იმ კონდიციამდე გარდაცვალებისას, რომ გარდაცვალება სიხარულად გვექცეს და ამაში უნდა თანამონაწილე ვიყოთ. და ჩვენ ხო ვიცით ახლა რამდენი წელი ეკლესიურად ცხოვრობ და ჯერ ჩვენთვის გარდაცვალება სიხარული არ არის. ჩვენ გაობივართ გარდაცვალებას, ქრისტესთან შეხვედრას გაობივართ, ინტუიციურად გაობივართ, გვეშინია ქრისტესთან შეხვედრა. რატო? იმიტომ რომ ამდენი ხანი რო ეკლესიურად ვიცხოვრე, ვერ მოვახერხე და ვერ მოვასწარი. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი გვაქვს რომ მე ეგება მოვასწრო. და მე ეგება მოვასწრო და ჩვენ ამ დროს ესე თუ ფლანგავთ, ესე თუ ხარჯავთ, ის ხო აღარ შეივსება ის დრო არაფრით. ეს ჩვენი საწვავივით არის, საწვავივით, რომელიც რომ დაიხარჯება, დაამთავრდა და რომ მოვა გარდაცვალების დრო, ვერაფერს ვეღარ იზავ. ვეღარაფერს ვეღარ იზავ. რა ხარ ეგა ხარ და წარსგები ღვთის წინაშე და რა გამოვა კაცმა არის ის და ამიტომ სამსჯავრო ჩვენთვის არის საშინელი, იმიტომ რომ გვეშინია. გვეშინია, იმიტომ არა ვარ გზად ქრისტესთან შესახვედრად და არც გვინდა, გაურბივარ. აი ეს ამას გვირო, აი დინებას მივყავართ, შეიძლება ასე ვთქვა. და მას მტკიცეთ იდექ და რომ არ დაგვემართოს, მტკიცეთ დგომაა საჭირო. ფსიფხიზლად ესე იგი ბღვიძარებით, გონივრულად, განჟით, მეომრული სულისკვეთებით, საბრძოლო განწყობით. გესმით? აი ესეთი განწყობა ამას ნიშნავს სიმტკიცე. მტკიცეთ იდექი ძმანო და ხელთ გეპყრათ. ანუ დაისაკუთრეთ რა, მოძღვრება, ქრისტიანული მოძღვრება, სიტყვით თუ წერილით რომ გადმოგეცით. სიტყვით თუ წერილით, ეს რას ნიშნავს? იცი? წერილით რას ნიშნავს? რასაც ჩვენ ვკითხულობ, წმინდა წერილი იქნება, წმინდა მამები იქნება. და სიტყვით, რაც უშუალო ურთიერთობით გადადის, აი აქ ჩანს ტრადიციასთან კავშირი უდიდესი მნიშვნელობა. რომ ჩვენ სულ ამბობთ ამას, რომ ის ეკლესიები, სადაც არ გაწყვეტილა ბოლშევიზმის და ასე შემდეგ სხვადასხვა მიზეზების გამო ტრადიცია, ძალიან მნიშვნელოვანია მათთან ასეთ დაეკლესიებთან მეგობრობა. იმიტომ რომ კიდევ მეორე ეს თანაბრად მნიშვნელოვანია, რასაც ვკითხულობთ და რასაც ცოცხალი ადამიანი. აი თქვა სილვან ათონელი, უდიდესი წმინდანი და ვკითხულობთ და აღფრთოვანებული ვართ მისი ნაწერებით. გესმით? მაგრამ მას ყავდა სულიერი შვილი, რომელიც ასევე კანონიზირებული წმინდანია, წმინდა სოფრონი, სახაროვი. ათონელსაც უწოდებენ და ინგლისელსაც უწოდებენ, იმიტომ რომ ბოლოს ინგლისში მოღვაწეობდა. და მის ნაწერებსაც ვკითხულობთ. მაგრამ მას კიდევ ცოცხალი მემკვიდრე ყავს, თქვა დღევანდელ ერთ-ერთი უდიდესი ღვთისმეტყველი თანამედროვეების მამა ზახარია ზახარო, რომელიც ინგლისში ესექსის მონასტერშია. და ის ცოცხალია, გესმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წაიკითხავ და მასაც რო შეხვდები. იმიტომ რომ შეხვედრის დროს ისეთი რამე ხდება, რასაც ვერსად ვერ წაიკითხავ. ამიტომ ამბობს წერილით და სიტყვით. ხოლო თვით ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და საუკუნო ნუგეშთან ერთად კეთილი იმედის მოგუმადლა. ნახეთ, ჩვენ ცოცხლებს გვაძლევა მარადიული ნუგეში და კეთილი იმედი. საუკუნო ნუგეში ღვთისმადლის მოქმედებაა ჩვენში და კეთილი იმედი თავად ქრისტეა ჩვენში, იმიტომ რომ ის არის ჩვენი იმედი. ასეთმა ღმერთმა ანუგეშოს თქვენი გულები და განგამტკიცოთ გლოცავს ყოველ სიტყვას რამხელა მნიშვნელობა აქვს სიტყვას, ყოველ სიტყვასა და კეთილ საქმეში, არა საქმეში, არამედ კეთილ საქმეში.
რომელი სიტყვაა ის, რომელშიც უნდა გავმტკიცდეთ, რომელი სიტყვას თანხვედრაშია ღვთის სიტყვასთან, რომელი საქმეა, რომელშიც უნდა გავმტკიცდეთ, რომელიც კეთილია, რომელია კეთილი, რომელიც ღვთისნებასთან თანხვედრაშია, ის რაც ღვთისნებასთან თანხვედრაში არ არის, ყველაფერი ბოროტებაა. სადაც ღვთისნებასთან თანხვედრაში არ არის და ისეთი ქმედებაა და ისეთი სიტყვაა და ისეთი მოძრაობა ყველგან ეშმაკია, ყველგან აბსოლუტურად. ამიტომ გამოიძიეთ თქვენი სიტყვა, გამოიძიეთ თქვენი ქმედება, გამოიძიეთ თქვენი აზრები, გამოიძიეთ თქვენი მოძრაობა, დინამიკა, რამდენად თანხვედრაშია ღვთისნებასთან. სარწმუნოა უფალი, რომელიც განგამტკიცებთ და დაგიცავთ ბოროტისაგან და განუგეშებს ამ სიტყვებით, რომ ნუგეშინიათ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მარტივი არ არის, მაგრამ სარწმუნოა უფალი, ანუ უფალი სანდოა, რომელიც განგვამტკიცებს და დაგვიცავს, განგვამტკიცებს ბრძოლაში და დაგვიცავს ბოროტისგან, ანუ ეშმაკისგან. თუ რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გვინდა და ამ სურვილს ჩვენი ცხოვრების წესით გამოვხატავთ. შეგვეწია ჩვენო უფალო, შეგვეწია. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.